ხშირია, მაგრამ კიდე შემოვარდნიდან ბევრი შესაძლებლობა გვექნება ახალი საბიუჯეტო წელია და შესაბამისად დაახლოებით რა მიმართულებებზე ვლაპარაკობთ სიტყვაზე 6 კაცს უნდა საინჟინრო მაგისტრატურა და ეს კითხვა რომ რა თქმა უნდა ჩვენი იურიდიული დახმარება რაში გვანგებს ერთი საკითხი რასაც მე ვხდები 5000 ლარი ასევე იქნება საფრთხეულობა განათლება მანდატური მაკედონიას შემოთავაზება კონკრეტული არავითარ ამ დროის ლიმიტები არ არის ისე უნდა გეჭირდება ამიტომ ჩვენ რაც გარკვეული პერიოდულობით ხვდებით დაჭრილებს და ბუნებრივია ეს შეხვედრები ერთ-ერთი მიზანს ემსახურება რომ რაც შეიძლება მეტი პროგრამა განვახორციელოთ სამინისტროს ფარგლებში ერთის მხრივ და მეორე მხრივ რაც შეიძლება უფრო მეტად დავაინტერესოთ სამოქალაქო სექტორი, ბიზნეს სექტორი ამ ადამიანების ყოველდღიურობის შემსუბუქებაში. ეს ადამიანები არ საჭიროებენ არავის დახმარებას, ისინი თავად საკმაოდ შრომისუნარიანები არიან, უბრალოდ მნიშვნელოვანია რომ ყველამ გავაცნობიეროთ რომ ისინი მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს საზრუნავი არ შეიძლება მათი ოჯახების მათი დასაქმების საკითხები არ შეიძლება მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს მზრუნველობის ქვეშ იყოს და მთელი საზოგადოების სოლიდარობა ჭირდებათ მათ. ჩვენ ბევრი უნივერსიტეტის გვაქვს თანხმობა მათთვის დამატებითი განათლების მიღების პროგრამებში მონაწილეობაზე გვაქვს რამოდენიმე ბიზნესმენის თანხმობა რომ მათი შვილების განათლების კუთხით დაგვეხმარონ და იმედი მაქვს რომ კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოჩნდება ჩვენ ძალიან ბევრს მივმართეთ გამოჩნდება ვინც ამ ხარდაჭერას გააგრძელებს თავდაცვის სამინისტროს ბევრი პროექტი აქვს დაგეგმილი და ეს პროექტები გავაცანით ერთად ამაზე ვესაუბრეთ. დღეს შედგა მორიგი სამუშაო შეხვედრა თავდაცვის მინისტრთან წინა შეხვედრიდან გამომდინარე თავისთავად დღეს იყო საუბარი მიღწეულ შედეგებზე ანუ რა გაკეთდა ამ დროის განმავლობაში თავისთავად დღეს დაისვა ახალი პრობლემები სამინისტროს წინაშე სამუშაო შეხვედრის ფორმატში იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი, მოვისმინეთ გეგმები, რომელიც გააჩნია სამინისტროს ჩვენთან მიმართებაში და თავისთავად ჩვენს გარკვეულწილად მივიღეთ პასუხები ჩვენს პრობლემებზე და შეკითხვებზე მინისტრის მიერ. ასევე ბატონი პაატა პატიაშვილის მიერ, რომელმაც მონახაზი გააკეთა იმის თუ რას აპირებს სამინისტრო მოსამართლებლად გააკეთოს ჩვენთან მიმართებაში. დღეს მოხდა აქ შეხვედრა, რომელიც ძალიან ბევრ პრობლემებზე იყო გადაჭრის საკითხი, დაისვა ბევრი კითხვები და ბევრ რაღაცებზე უკვე მიდის მუშაობა, რა თქმა უნდა, მის სასალმებელია, ხო და დღევანდელი შეხვედრით ძალიან კმაყოფილი ვარ, ბევრ რაღაცებზე კიდე დაგვირდნენ რომ გაკეთდება. იყო ესეთი შემოთავაზება პენსიაზე გასვლა და არჩევანის უფლება სამხედრო სტრუქტურაში დარჩენაზე. ასევე ჩვენ დიდი სურვილი გვაქვს რომ დავრჩეთ სამხედრო სამსახურში და გავაგრძელოთ ჩვენი სამსახური, რადგან ჩვენ ყველა ჩვენი ცხოვრება და ჩვენი სული ჯანმრთელობა მიუძღვენით ჩვენს საქართველოს ჩვენს ქვეყანას და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს დავრჩეთ ჩვენ სამსახურში.